გიორგი გახარიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით არის დაწყებული. კლინიკიდან ის უკვე გაწერეს და მკურნალობას განაგრძობს სახლში. პარტიაში როგორც მოისმინეთ, ამბობენ, რომ თავდამსხმელის ვინაობა იციან, თუმცა დაელოდებიან გამოძიებას. პარალელურად, როგორც უკვე ნახეთ, ტელეკომპანია იმედის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დაპირისპირება მოხდა გიორგი გახარიასა და ქართული ოცნების დეპუტატ დიმიტრი სამხარაძეს შორის. დილიდან განცხადება გაავრცელა თავად გიორგი გახარიამაც და მხარდამჭერებს გადაუხადა მადლობა. მისივე თქმით, მხარდაჭერა უპირველესად უკანონო პატიმრებს სჭირდებათ. ასევე გავრცელდა გახარიას პარტიის სახელით ტვიტით, სადაც ვკითხულობთ: გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის ლიდერს და ყოფილ პრემიერ-მინისტრს ჯგუფურად დაესხნენ თავს, რაც ივანიშვილის რეჟიმის მიერ იყო ორკესტრირებული. გიორგი გახარია იმყოფებოდა ბათუმში და ესწრებოდა ჩვენი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის უსამართლოდ დაკავებული წევრების სასამართლო პროცესს, რა დროსაც მოხდა ძალადობის ეს შემზარავი აქტი. პარტია საქართველოსთვის ითხოვს დაუყოვნებლივ და საფუძვლიან გამოძიებას ივანიშვილის რეჟიმის მიერ მოწყობილი ძალადობრივი თავდასხმის შესახებ და მოუწოდებს ყველა პასუხისმგებელი პირის პასუხისგებაში მიცემას. ეს პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა არის ოპოზიციის დაშინების და განსხვავებული აზრის ჩახშობის აშკარა მცდელობა. ასეთი ქმედებები ვერასოდეს გააჩუმებს ხმებს, რომლებიც იბრძვიან საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის, ნათქვამია განცხადებაში.